ბავშვობიდან მივყვები ამ საქმიანობას, თავიდან რა თქმა უნდა ხობის დონეზე მოყვარულები ვიყავით, მე და ჩემი ძმები. დავიწყეთ მტრედებით, ჩვეულებრივი მტრედებით და ყველაფერს მიყვა მე იშვიათი ფრინველები, იშვიათი სახეობები, ხოხბები, იშვიათი სახეობის ქათმები და ასე შემდეგ. სახეობებს რაც შეეხება 6 სახეობის ფარშევანგი მყავს, აქედან ერთი სახეობა პირადად ჩემი გამოყვანილი კობალტის ფარშევანგი, 5 სახეობის ხოხობი მყავს, რამდენიმე სახეობის ქათამი, ძირითადად დეკორატიული სახეობები. ასევე იხვი, მტრედები, კაკბები და ასე შემდეგ. ყველაზე გამორჩეული ჩემის აზრით არის იშვიათი სახეობის ფარშევანგი, კობალტის ფარშევანგი. ამასთან ერთად ასევე თეთრი, სუფთა თეთრი ფარშევანგი, ისიც ნაკლებად გავრცელებული და იშვიათი სახეობაა. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია ეს ყველაფერი. ძირითადი მომხმარებელი არის შეძლებული ხალხი, ბიზნესმენები, რომლებიც იყენებენ ამ ყველაფერს კარმიდამოს, ასე ვთქვათ, გასალამაზებლად. მე მყავს იშვიათი ეგზემპლარები, ნაკლებად გავრცელებული, ჩამოგითვლით, ეს არის ოქროს ხოხობი, ვერცხლის ხოხობი, ბაჯაღლოს ხოხობი, ალმასისებრი ხოხობი, ასევე სამეფო ხოხობი. სამწუხაროდ ჩვენთან უფრო დაბალ დონეზეა ეს ყველაფერი გავრცელებული და განვითარებული ეს დარგი. პირველი ასპექტი არის ის, რომ რამდენად შეძლებულია პიროვნება და რა არის შეძენის საშუალება. ეს ერთი, ხო? მეორე ფაქტორი არის, რომ მაგალითად, ხოხობს თუ ჭირდება ვოლიერი და აუცილებელია ვოლიერი, სხვანაირად ვერ იყოლიებ, იმიტომ რომ თავის ბუნებით არის ისეთი, რომ შეიძლება შეუზღუდო, თქვათ, ფრენის საშუალება, ფრთა მოუკვეთო ან რაღაცა, მაგრამ აი ფეხით გაიქცევა მაინც, აი ბუნებით არის ესეთი თვითონ. ამ დროს ფარშევანგი არის თვინიერი, რომელსაც ვოლიერი ჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ თქვათ, ღამე თავი შეაფაროს, ზდასრული წყვილის ფასი, ანუ ფარშევანგის ზრდის პროცესი არის 3 წელი, აქედან გამომდინარე 3 წლის უკვე ზდასრული წყვილის დედალმამალი ერთად რომ ვიანგარიშოთ $1000-დან $500-ზე მერყეობს, ანუ სახეობიდან გამომდინარე. ესეთი კითხვა დაუსვათ ხშირად, რომ აი ლამაზი ყვავილები მაქვს, ვარდები მაქვს, რაღაცა ხომ არ გამიფუჭებს. მინდა გითხრათ, რომ წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია, რომ 10 ფარშევანგი და ერთი ქათამი. ერთი ქათამი უფრო მავნეა, ვიდრე 10 ფარშევანგი ერთად აღებული. ანუ ძალიან ისეთი ფაქიზი და გრაციოზული არსებაა ფარშევანგი. არსებობს ქათმის სახეობა, ჩინური სახეობა, უხეილუი ქვია, რაც მე მყავს ეს სახეობა, რომელიც როდებს მწვანე ფერის კვერცხს. და ეხლა ეს ამ კვერცხის ფერი იმდენად არაფერი არ არის განსაკუთრებული, რაც რომ თვითონ კვერცხის შიგთავსი, ანუ შემადგენლობა. შემადგენლობა რაც ნიშნავს? წარმოიდგინეთ, ეხლა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მწყრის კვერცხი მაგალითად ძალიან სასარგებლოა, ბევრ კალორიას შეიცავს, განსხვავებით ჩვეულებრივი ქათმის კვერცხიდან. ამ უხეილუის კვერცხი უფრო მეტად არის კალორიული და ამავე დროს ნაკლებად ალერგიული და მინიმალური შემცველობა ქოლესტერინს. გადავიბარგები ალბათ სოფელ ქანდაში, ნაკვეთი ნაყიდი მაქვს, ვემზადები, რომ უფრო ფართე მასშტაბებით, უფრო დიდი სივრცე მაქვს, რაღაც ნაწილობრივ წამოწყებული მაქვს იქ რაღაცები უკვე და ალბათ 1-2 წელიწადში უკვე გადავიბარგები და იქ უფრო სხვა მასშტაბები მექნება და უფრო მეტი სახეობები და აი იმ პირობებში შეიძლება უკვე იფიქროს კაცმა უფრო მეკვერცხულ მიმართულებაზეც. პირობას გაძლევთ, რომ ქანდაში რომ გადავიბარგები, დათვალიერებაში არავის ფულს არ გამოგართმევთ.